დავბრუნდით ალბათ ყველაზე სანატრელ და სასურველ და კარგ სტუმრებთან ერთად შემოგვიერთდნენ სტუდიაში ნინა და ივანე გონაშვილები და ესენი არიან ჰამლეთ გონაშვილის შთამომავლები და რატომ არიან ახლა ჩვენთან სტუმრად სტუდიაში. ყველამ კარგად იცის უკვე რომ 22 საათზე ყოველ ორ შაბათს ნამდვილი ზეიმი ელოდება იმედის ეთერში და ამ ზეიმს ქვია პატარების დიდი შოუ, რომელმაც სტარტი უკვე აიღო, გუშინ ვიხილეთ მეორე ეპიზოდი და ნამდვილი ფურორი მოახდინა მეორე ეპიზოდმაც და ნამდვილად არის როგორც უკვე თქვი ეს ნიჭის ზეიმი, ბავშვების ზეიმი და წარმატებას უსურვებ კიდევ ერთხელ ამ პროექტს და ვილოცავ იმ დიდ მიღწევას, რასაც ქვია ის რეიტინგები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უკვე არაერთხელ და ნინა და ივანეც არიან აი ამ ზეიმის მონაწილეები. რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ, ვასიკო უკეთ დამიხმარება ამ ყველაფერს და ბავშვებს. აი ახლა ჩავხართ ზუსტად იქა და მე ჯერ პირველ რიგში ყოველთვის მაინტერესებს, ჯერ როგორ ხასიათზე ხართ? შესაძლოა. ნინა თავს როგორ გძნობ? ნინა როგორ? კარგად ხარ? მოგეწონა გადაცემა? რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? მოდი ნინამ მკითხას ჯერ. რა მოგეწონა? სასაცილო იყო? ეს ძია მოგეწონა იქ რო დაგხვდა? ხوار გაგაბრაზა. ხوار გაგაბრაზა. არა, გაგაბრაზა. ივანე, მოდი, როგორც უფროსმა ძმამ, შენ აიღე ეს ტვირთი, ჩვენთან საუბრის უფრო მეტად. როგორ გძნობ თავს ზოგადად, რა განცდა და ემოცია გაქვს პატარების დიდ შოუში მონაწილეობის შემდგომ? რა ვიცი. მოგეწონა, კარგი იყო? ძალიან. რთული არ იყო? არ იყო. ვინმე ნახათ აგირეკეს გითხრეს რომ კარგი იყო გადაცემაო. შეყვარებულს არ გქონდა. აგირეკათ ვინ? არ ვთქვათ? არა. გიხურეთ რომ კარგი იყო, ან ცუდი იყო, რა ვიცი. ჩემ დეიდებს, ვიძებს და ვიღაცებს. ვიღაცებს მოეწონა. მოეწონა. შეყვარებულმა უყურა გადაცემას? ნინე შეყვარებული კა? კი, აბა. მართლა? აბა, ბაღში ერთად დადიან, ხო მომიყევით. რა ქვია? ჩვენც მოგვიყვეს. აბა, მოუყევით, კი ბატონო, მე უკვე ვიცი და მოუყევი არის. ნუცა მარიცის და მარიკა მოთხარი, ვინ არის შენი შეყვარებული? სამი. სანი? აი ესეთი სახელი აქვს, შენ შეყვარებულს უკვე კარგი ბიჭია. სანი ქვია ნუცაშვილსაც და შენ შეყვარებულსაც სანი ქვია. სანიმ რა გითხრა, მომეწონეო, გითხრა, გიყურა? ბაღში იყავით? ნახო, და ეს ბეჭედი იმიტომ გაიკეთე ბაღი უნდა გამარკვიო რომელია, ჩემი შვილი ხო არა. ეს ლამაზი ბეჭედი რომ გიკეთე, იმისთვის გაიკეთე რომ სანის დაენახო, ესეთი ლამაზი რო ხარ პირდაპირ ეთერში. სანი ხوار გაჩუქა. ბეჭედი. არა, სანიმ არა. კარგი, ეხლა მითხარით, მაშინ ყველაზე მხიარული და კარგი მომენტი რა იყო გადაცემაში სტუმრობისას? მე ისა მხიარული არ ვიცი, მაგრამ გავეცინა იმაზე ისა ნინამ რო თქვა დიდი ვარო. რამდენი წლის ხარ? ხო და დიდი ვარო. დიდი ვარო. რამდენი წლის ხარ ნინა? გაგვახსენე დიდობა რამდენია? 3-ის თუ 4-ის? თუ 5-ის? რამდენი წლის ხარ? 4-ის. 4-ის. კი ბატონო, აი. შენს თმებზე მინდა რომ ცოტა აქცენტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მოგეწონა შენი ეს საოცარი თმა, დალალები, ეს ხვეულები. ესეთია თუ იხვე ხოლმე თმას? ესეთია. თავისით ესეთი გამოვიდა? ოქროსფერი დალალები. ეგ არ იღებავ ხო მაგ თმას შენ? ივანე, იცი რა მინდა გკითხვა როგორც უფროსმას, თუ იცი შენ ვინ იყო ჰამლეთ გონაშვილი და რითი იყო ის განსაკუთრებული გამორჩეული და ყოველთვის საყვარელი? კარგად მღეროდა და კეთილი ადამიანი იყო. მართლა და ყველა ძალიან უყვარდა მის კოლეგებს და მის მეგობრებს რო აღარ ვისაუბროთ სიმღერის გარდა როგორც ადამიანი ძალიან უყვარდა. მემკვიდრეობაზე რაც დაგვიტოვა. და წიგნს უკითხულობდი ბაბუზე და ყოველ კონცერტზე აგვიანებდა და მე როცა დაიწყებდა სიმღერას, ყველა საუწყდებოდა დაგვიანება. რა თქმა უნდა, აბა, როდესაც ბაბუ მღეროდა, ისეთი ამბავი იყო, რომ ყველას ყველაფერი გვაგვიწყდებოდა. რომ ძალიან მაგარი იყო. როგორ გონიათ, თქვენ აი ასეთი ბაბუა რო არ ყოლოდათ, ისედაც იმღერებდით და როგორ გონიათ? მაინც სიმღერა. გიყვართ ხო სიმღერა? ყველაზე მეტად რა სიმღერა, რომელი სიმღერა გიყვარს? ბაბუსი? ბაბუსი თუ ასე ტურფა და ნეტავი გოგო მე და შენ. ნინა, შენც ეს სიმღერები გიყვარს? ვინ გასწავლათ ეს სიმღერები? მე მოსმენით. მოსმენით ისწავლე და ნინა? მე ნინა ჩემგან სწავლობს. მე იოსგან ვსწავლობ და დამეძინა ჰამლეტი ბაბუს სიმღერა და მე სიზმრა. მართლა? და ეს სიზმრა რო ერთად მღეროდნენ. მართლა? დაუყევი. რა მაგარი რაღაცა თქვენ მომა. კარგად გამოგივიდათ სიმღერა ერთად?
წარმომიდგენია ხა როგორი კმაყოფილი არის ბაბუ იქა. აი ნახე ეს კადრები ახლა გამოჩნდება ზუსტად პატარების დიდი შოუდან, სადაც მღერიან. მღერიან კაცო და მე ეს ამხელა ტექსტების დამახსოვრება არ გიჭირს შენ. არა, რამ დიდი ხანი სწავლობდი ამ სიმღერის ტექსტს. თუ ძალიან გაგიადგილდა. არ იყო ძნელი. არ იყო ძნელი? ეხლა რომ იომ დაიწყო სიმღერა აყვები ნინა? მოდი ცოტა დაიწყო და თუ აყვება ნინა საინტერესოა. სისონაი დარჩია ინაქებია ბიჭობაში მივიდა და ძმაიტირა არ შეშინდა იმ ტონჯარში ცახელში თოფი ეჭირა ცრემლი მოასხმიდა თვალში შენ მკვდარი და მე ცოცხალი რაფერ გევიარო ხალხში და აი ხედავთ გენები რა სიცნავს კვიცი გვარზე ხტისო ხო ხდები და აი გენეტიკა ეს არის პირდაპირ ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ პირველ ნაწილში ხელოვნურ ინტელექტზე რა ხელოვნური ინტელექტი რა უნდა მოხდეს ეს მართლა რა უნდა ჩაანაცვლოს აი ამ ასაკში უკვე რაც მთავარი ესე გულით სიმღერა რომ შეგეწოს ვოკალურ მონაცემს და საერთოდ აღარ წამახვილებ ყურადღებას მართლა ისეთი ადამიანის შთამომავლები არიან მაგრამ აი ესეთი გულით რომ შეგეწოს ნინა კიდე რის იკეთება გიყვარს სიმღერის გარდა რას აკეთებ ხოლმე ყველაზე ხშირად ნინა მღერის ძირითადად როგორც მივხვდი და იპრანჭება კი და ძალიან ლამაზი არის მინდა ვთქვა და ძალიან კარგი რომ იპრანჭება კიდეც და ხანდახან მამას ეუბნება ტელეფონში ჩამიწერე ბალეტის ცეკვები და უყურებს და მერე ცეკვავს ბალეტსაც ცეკვავს ხო არ გვიცეკვებ მოვიყვანეთ და აბა იმღერეთ აბა ბალეტი არ გუნდა ხო არ იოანე სხვათა შორის ძალიან გიხდებოდა ეს ჩაცმულობა, რომ გადაცემაში ვნახეთ ეს ჩოხა. გარდა იმისა, რომ ლამაზია, აი რაღაცა სხვანაირად თუ გქნობ თავს, ოდესაც ამსამოს სიცვა. ცოტა სხვანაირად უგრძნობ თავს. რა ვიცი. არ გიფიქრია, აი ჩოხა რა მნიშვნელოვანი რამეა, ქართულ კაცს რო ჩოხა აცვია, ჯერ არ გიფიქრია. იცი რა, ანსამბლში რო არის და რომ მღერის, იქ ბიჭები სულ ყველანი ხო ასეთი თქვენი კოსტიუმია ხო, რომელიც გაწვეთ და ჯერ ძალიან გიხდება და ძალიან კარგად ღეროდნენ გიორგები, იქ ხო, გიორგები. გადასარევად ღეროდნენ და სულ რამდენი ხართ ანსამბლში? სულ ანუ მე რომელ გუნდშიც ვარ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ანუ მთლიანად შაუნაბადაში 500 რაღაც ბავშვი. 500 რაღაც ბავშვი საკმაოდ დიდი ტალღა. აპირებ რომ სიმღერა გააგრძელო? ალბათ უადგილო შეკითხვა, როგორ შეიძლება გონაშვილმა სიმღერა არ გააგრძელოს. ნინა, შენც უნდა გააგრძელოს სიმღერა. კარგი, ოქროები ხართ, დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით, ჯერ იმ გადაცემაში რომ მოხვედით, ეხლა აქ რომ მოხვედით და ეხლა უკვე ვარსკვლავები ხართ თქვენ და ისე უნდა იაროთ, რომ ყველა რო დაგაკვირდებათ, ყველა ძალიან ლამაზები უნდა იყოთ და ყველას უნდა მიესალმოთ და ძალიან თავაზიანები და კეთილები უნდა იყოთ, როგორებიც ხართ, ხო? ნინა უკვე გაქცევაზეა, მე მგონი აღარ. ამიტომ დიდხანს აღარ დავაყოვნებთ, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან, წარმატებას გესურვებთ თქვენ. იოანე და ნინა გონაშვილები იყვნენ ჩვენი სტუმრები, ძალიან დიდი მადლობა კიდევ. ბრავო, კიდევ ერთხელ გონაშვილებს ჩვენგან. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ